გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ქართული ოცნების გენერალურ მდივანს კახა კალაძეს უკრაინის სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა უკრაინის სპორტის ოსტატის წოდება. კალაძე კიევის დინამოს ფეხბურთელი იყო 98-2001 წლებში, შემდგომ კი კარიერა მილანში გააგრძელა. ფსევდო პროევროპული საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ 5 დეკემბერს უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, კალაძეს და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კიდევ 17 ადამიანს სანქციები დაუწესა. უკრაინის მიკვირს დედასგებისებით იბომბება, ინგრევა 10 მილიონი ადამიანია გაქცეული. პრეზიდენტი ყავთ, რომელიც მთელი ძალით ეწინააღმდეგება ომის დასრულებასა და სისხლის ღურის შეწყვეტას და მაინც პოულობენ დროს, რათა საქართველოს გადმოწმდნენ. დიახ, კახი კალაძეს უკრაინის სპორტის ოსტატის წოდება ჩამოართვეს. ალბათ ძალიან საჭირო გადაწყვეტილება იყო უკრაინისთვის. ხონდა თუკი 98-2001 წელს კიევის დინამოს შემადგენლობაში კალაძეს გოლები აქვს გატანილი, ის გოლებიც მაშინ სხვაზე გადააფორმონ, ან გაანულონ. მართლა ვაი თქვენს პატრონს, არ ვიცი ვინაა თქვენი პატრონი, ასეთ სიბრიყვეს რომ კარნახობდა და თქვენს უსიტყვოდ უსრულებთ, მაგრამ ვაი მაგას თქვენს პატრონს. საინტერესოა, რას იგებთ ამით არ მესმის. ახლა რიტორიკულად უკრაინელებს მივმართავ. ალბათ გეტყვით, ის ემპათია, ის თანაგრძნობა, რაც ადრე უკრაინის ხელისუფლებისადმი გამაჩნდა, სრულიად გამიქარწყლდა. ხალხი უკრაინელები მეწოდება რასაკვირველია, მაგრამ ხელისუფლებას უსურვებდი, რომ თუმცა ამას არ ვიტყვი ხმამაღლა. მეგობრებო, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვიტყვი, რომ რუსეთი აგრესორია და 2022 წელს ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა. უკრაინა, რომელსაც სსრკ დაშლის მერმე ევროპაში მეოთხე ეკონომიკა ჰქონდა, დღეს რას წარმოადგენს და როგორ შეძლებს აღორძინებას, არ ვიცი და ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთის ბრალია. ტერს არ უსურებ იმას, რაც უკრაინაში ხდება. სულ უსმენ სხვადასხვა საინფორმაციო ხმას და არ მინდა დავიჯერო, რასაც ისინი ამბობენ. მეშინია ამის დაჯერება. ამასინათ რომელიღაც საინფორმაციოზე გამოაცხადეს, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა 1500 უკრაინელი მებრძოლი გაანადგურეს. ვითომ სიმართლეა? 10%-იც რომ იყოს სიმართლე, მაინც საშინელებაა. 1%-იც ტრაგედიაა და ნებისმიერი დაღვრილი სისხლი საშინელებაა და მიუხედავად ამისა უკრაინის სპორტის მინისტრი დროს ნახულობს და ებრძვის კახა კალაძეს. ეხ უკრაინამ ჩვენს 17 ადამიანს აქციები დაუწესა. რა გითხრათ აბა? ერთ მორწმუნე ძმებო სლავებო. რუსეთი თქვენს ტერიტორიაზე სულ წინ და წინ იწევს და თქვენ კი ჩვენ გვებრძოლეთ. რუსეთთან ბრძოლის თავი, როგორც ხედავ, ნაკლებად გაქვთ, მაგრამ მხოლოდ უკრაინა არ ებრძვის ჩვენ სახელოვან ადამიანებს. ძალიან ვიხალისო, როდესაც გავიგე, რომ თურმე ჩვენს ყველა გაგებით დიდ სპორტსმენს ლაშა ტალახაძეს ესტონეთმა სანქციები დაუწესა აგრესიულობისთვის და ქვეყანაში შესვლა აუგრძალა. მესმის ესტონეთის, დიახ, ფრთხილობს ესტონეთი, რომ ლაშა თუ გადაკვეთს მის საზღვრებს, ესტონეთი შეიძლება შეზანზარდეს. ხუმრობ რასაკვირველია, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი, ამ სიბრიყვეზე მე სხვა რამ მაინტერესებს. ირაკლი კობახიძის გამოსვლა მოусმინე ამ საკითხთან დაკავშირებით და მან ბრძანა, რომ დიახ, საქართველოს ასეთ რამეს უკეთებენ, მაგრამ ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმს ვინ არჩუნებთო. მე ეს არ მომწონს. სრულიად არ მომწონს. რატომ უნდა დავიჭიროთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი? დიპლომატიაში, როგორც მახსოვს, ასეთი წესშეულება იყო, თუკი რომელიმე ქვეყანა სხვა ქვეყნის დიპლომატებს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა და ქვეყნიდან გააძევებდა, მოწინააღმდეგე ქვეყანაც იგივე რაოდენობის დიპლომატებს დევნიდა თავიანთი ქვეყნიდან. არ ქონდა მნიშვნელობა დააშავეს მათ რამე თუ არ დააშავეს. მე მგონი საკმაოდ ჯანსაღი ტრადიციაა და რატომ არ ვიყენებთ ამას? ლაშა ტალახაძე დაასანქცირეს? ჩვენ 10 სპორტსმენი დავასანქციროთ, ვიყავთ ყველაზე გამოჩენილი ესტონეთში.
დიდად არავინ ვიცი. ირინა ემბრიხის გარდა დიახ მოფარიკავია და მგონი ოლიმპიური ჩემპიონიცაა. ამიერიდან როგორც კი ირინა ემბრიხი გადაწყვეტს საქართველოში ჩამობრძანებას, რათა დატკბეს ჩვენი მზიანი ქვეყნით, თბილისის უზიროთ ლურჯი ხალასით სიით, მისი ნაიარევი წარსულითა და ნანგრევი ნარიყალათი, საზღვარზე გავაჩეროთ და უთხრათ, პარდონ, მადამ, კბილის წილ, როგორც ეს ერთ ძალიან ძველ წიგნში წერია და აგერ თვითნავი და ჰაიდა უკან ესტონეთში. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდელი.